ის რასაც თქვენ წარმოადგენთ ახლა ჩვენს უნიკალურ კულტურას სხვადასხვა კუთხისას. Აი როგორი მდიდარია საქართველო და როგორი ღირსეული მომავალი ეძება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ იმედიანად ვართ. Როგორი რთული დროც არ უნდა იყოს, როგორი დიდი განსაცდელებით. Აი დღევანდელი დღის შემხედარებით ჩვენ ვართ იმედიანად, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზრდება. ფესტივალი, რომელიც ასობით მოსწავლესა და მშობელს სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით აერთიანებს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუღლე ეფრემის ლოცვა კურთხევით. სასულიერო სკოლის ეზოში უკვე მე-12 წელია. ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს თაობები დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოადგენენ. ჩემი საქართველო აქ არის. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ხალხური შემოქმედება, ტრადიციული სამოსი და კერძები, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან კულტურას ასახავდა. ფესტივალს სასკოლო საზოგადოების გარდა ხარისრწმუნებული ილია ჯალაღანია მოადგილესთან და ბონისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდა. ჩვენ აქ, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენს ფიქრებსა და ოცნებებში, ჩვენი შემოქმედებით, ცეკვით, სიმღერით და ლექსით ვაერთიანებთ მთელ საქართველოს, ვეცნობით საქართველოს ყველა კუთხის, ცეკვას, სიმღერას, სამზარეულოს, ტრადიციას და კულტურას. ეს არის ღონისძიება, რომელიც ზრუნავს მოსწავლეების სარწმუნოებით, პატრიოტიზმით, აღზრდაზე და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს პედაგოგს, მოსწავლეს, მასწავლებელს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საოცარი დღის ორგანიზებაში. ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო მე პირადად კმაყოფილი დავრჩი ამ ბავშვების ყურებით. ეს არის ჩვენი მომავალი. უსურვებ მათ მომავალ ცხოვრებაში წარმატებებს. ქვეყნისთვის სასახელო გოგოები და ბიჭები გაზრდილი იყვნენ და მე იმედი მაქვს რომ ასეც იქნება. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამ სკოლის ყველა პედაგოგს.